მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დროს მაყურებლებო, ეს ჩემი გადაცემა, ჩემი საავტორო გადაცემა დრო და დღეს ჩემი სტუმარია ბატონი ზალ ბოტკოველი, საქართველოს მწერალთა კავშირის საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი, მწერალი, თარგმნელი, კრიტიკოსი, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. და მე მას ვთხოვ, რომ მის თავზე მან უფრო მეტი ისაუბროს პირველ რიგში, მადლობა რომ მოგზაურდით დრო გამოვაკეთ, მადლობა მაყურებლის სახელითაც და აი თქვენი ცხოვრების გზა დიდი ხანია 50 წელზე მეტია რაც მწერალთა კავშირში ხართ, ამდენი ჯილდოს მფლობელი ხართ, როგორ დაიწყო ეს, საიდან დაიწყო და ვინ არის ბატონი ზალ ბოტკოველი? პირველ რიგში მივესალმები დროს მაყურებელს, საერთოდ თქვენი ტელევიზიის მაყურებელს და გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და აუდიტორიის გაზრდას რაც თავდება. ვინ ვარ მე და ვარ ერთი რიგითი ქართველი, ბედნიერი და ამაკი იმით რომ სწორედაც რომ ქართველი ვარ, ორჯერ მეტად ამაკი იმით რომ სამშობლოში დავიბადე საქართველოში და მიხარია რომ დღემდე არც ისე მცირე ხნის განმავლობაში რაც შემილია, როგორც შემილია, რითაც შემილია, ისე ვსახურებით ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს დიდი აშუღებით რომ ქვია საქართველო. საქართველო. და საამაყოა ხო? რა თქმა უნდა. აი ჯილდოების საუბარზე რომელიც მიღებული გაქვთ, რომელია ეს ჯილდოები? რა პრემიები გაქვთ მიღებული? პრემიები ისების ორდენის კავალერი ხართ რამდენი? არა მარტო ორდენის, მედლიშას. და ამიტომ თქვენი საუბრეთ ამის საუბარზე ძალიან საპატიოა. აი ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავზე საუბრისას ამ ჯილდოებზე ლაპარაკი არ მიმაჩნია საჭირო, იმიტომ რომ ჩემთვის უძვირფასესი ორი ჯილდო დავით აღმაშენებლის პრემია, ილია ჭავჭავაძის პრემია და ბოლოს რომელიცა დიდი ქართველის ზეზო ინანიშვილის სახელობის პრემია. აი ამ შორის კიდევ ბევრი პრემია, მაგრამ ეს ისიც საპატიო პრემიებია და იმდენად ბევრის თქმელი, ყველა დროის და სივრცისთვის ძალიან საპატიო და ამდენად ამაზე უფრო წილად ლაპარაკი არ ძღის. აი დროში ვარ ჩვენ, გადაცემას ჩემსაც ქვია დრო. თქვენი დამოკიდებულება დროსთან როგორია? აი წლებმა რა მოიტანა, როგორი ფოტო ჩემ გადაცემას არ გულისხმობ. ზოგადად გულისხმობ დროს. დრო ამ ცნებისა ძალიან მეშინია მე. ძალიან მეშინია თუნდაც იმიტომ რომ დრო ყველაზე კარგი მასწავლებელია ადამიანისთვის, ვისაც სწავლა შეუძლია. მაგრამ დროს კიდევ ერთი თვისება აქვს, იგი კლავს თავის მოწაფეებს, თავის აღზრდილებს, ყველას მიუჩენს თავის ადგილს ხოლმე და ვინ როგორ დაალაგდება ამ იერარქიაში, მხოლოდ დრო ვიცის და მედიცინამ ჩემი. კლავს ან უფრო აჩენს, ხო? ხო. ფიზიკურად შეიძლება კლავს, მაგრამ სულიერად და მოღვაწეობით აჩენს. ეგრეა. აი თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ სწორედ აი იმ რაკურსის მიმართ დროის, რაზეც ბრძანეთ ახლა წლები რომ გადის, აი ამას რანაირად ან ეგუებით თუ როგორ ხვდებით თუ როგორ ცდილობთ რომ შეიძლება დიდი ხანი იყოთ ახალგაზრდები? შეგუება დროსთან ძალიან ძნელია. შეგუება დროსთან ნიშნავს კაპიტულაციას. ჩვენ კიდე არ მინდა დავიჯეროთ რომ ეს დრო ულმობელია, ძალიან სწრაფად გადის, კი არ გადის, მიექანება და მიგვაქადებს ამ ყოფნისაგან და ჩვენ როგორ შევხვდებით აი მე ზღვარზე მისულები ჩვენს რო გადმოვხედავთ აქეთ ჩვენს გავლენით ცხოვრებას, თუ გავიარეთ ისე როგორ ჩვენს ღირსებას, პატივს და მდგომარეობაში ეფერება, მაშინ ადვილად შევუერთდებით იმას, რასაც ზეციური საქართველოს მიდადრები ქვია და ჩემმა მეგობარმა ბაღატერ არამულმა ჩვენიერმა პოეტმა და უაზრობდნენ გამოთვალა, როგორ გამოთვალა არ ვიცი. თურმე ზეცაში 300 მილიონი ქართველია. ხო და ამ 300 მეერთე თუ იქნები 300 არამილიონით
არ იქნება უნიკოს საქმე ჩემო. მაგრამ ჯერ არ მინდა ზეცაში. არა, მინდა მიწაზე და თქვენ თუ გაქვთ რაიმე თქვენი რაღაც მეთოდი, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიას გინარჩუნებთ. თუ არის ასეთი რაღაც? არის. ეს არის აისი, გარიჟრაჟი, გაჩედება ყოველი დღის და მზის სამოსვლა, რომელიც მე მოხტავს და მაინედებს იმით, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქა უფალმა დამისვისაც დიდი ბადოა. ანუ მადლიერება არის ყოველი დღის მიმართ, რომელიც თქვენ გაძლევთ იმის ემოციას, რომ ის დღე გაატაროთ უფლის როგორც საჩუქარი, ხო? მე ერთ დავწერე კიდე ჭამუამინეძიზე დავწერე წერილი, პატარა წერილი იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტევადი იყო და თქვი რომ მაშინ ჭამუა 88 წლის იყო და უფალს გადაუხადე ბადობა, რომ ჭამუასთვის საჩუქარი თითოეული დღე ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. კი, ქვეყნისთვის საჩუქარი და ინტელექტუალისთვის საჩუქარი დღე იყო. ზოგადად ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა და დღეს მეცნიერები ამბობენ, რომ თუნდაც ასაკი ძალიან გადავადდა. 15, 20, 25 წლით თუ მიაჩნდათ, რომ ადრე რაღაც ასაკში იწყებოდა უფრო პასიური ცხოვრება, ეხლა ასე აღარ არის. თუ საკუთარ თავში რაღაცებს დაძლევ, გაიხამწრივებ ალბათ. მე სტუმარი მყავდა ამას წინათ, ბატონი შალვა ამონაშვილი, რომელიც 95 წლის გახდა არის უკვე და ისეთი ახალგაზრდული იყო, ისე უწყინავდა თვალები, ისეთი გონიერებით საუბრობდა, რომ მომინდა რომ მეცოცხლა დიდხანს და დიდი იმედით ამავსო ამას. თქვენ არ გქონიათ ეგეთი შემთხვევა, როცა არიან ადამიანები შუქურები, მაგალითები, რომლებიც გავსებენ ენერგიით. მეც ყავს ასეთი მეგობრები, მეც ყავს ასეთი ნაცნობები, ერთ სუფრაზე იქამადა თამაშ შილაკაძე, რომელიც უკანონოს უკვე 95 წელს. ყველაზე კარგი თამადა იყო, ყველაზე ბევრი დალია, ყველაზე ლამაზი გოგონა ეჭდა გვერდში, რომელსაც კომპლიმენტებს არაკლებდა, ყველაზე კარგად იცოდა და მეტი რაღა ეს ცხოვრება. 95 წლის ასაკში რომ შეინარჩუნებ 95-ზეა. დიახ, 95-ს. რომ შეინარჩუნებ ამ ენერგიას და სიცოცხლის ისე უკვე ძალიან მაგარი ხარ. უკვე ეს არის დაშვება და ეს არის დიდი იმედი ყველასთვის, ვისაც დროს ცოტა ესე დროს ეშინია დროს გასვლა. უშიშრობა ძალიან გაგიჭირდება. სულსაც ამტკიცებს და გარეგნობაშიც გამოიხატება ეს და თვალებშიც გამოიხატება. თქვენ არაერთი წიგნის ავტორი ხართ და ძალიან საინტერესო წიგნების. აი ქართული სიტყვის მეცხოვნენი. არა ჩვენ გაფორმებაც როგორია. ამას საინტერესო დიზაინერი. ბატონი გიორგი ბოტკოველი, რომელსაც ბევრი მუშავა. გიორგი ბოტკოველი თქვენი ახლობელია, ასე ვთქვათ. ბოტკოველი საიდან არის ეს სკოლა? ეს ცოტა ისეთი რთული ის არის. ცოტა არიან ბოტკოველი. თიანეთის რაიონში არის ნასოფლარი ბოტკო. და ბოტკოვლები როგორც წესი ცხოვრობენ სოფელ იყალთოში, აი სადაც შოთა რუსთაველი სწავლობდა აკადემიაში. ხო და არის ვერსია რომ იყალთოდან გადავიდნენ და ბოტკოვლები იქ და მე გახდნენ ბოტკოვლები და პირიქით ბოტკოდან წასულები იყალთოში შეიქმნენ ბოტკოვლები. ესე ჩაგეული კახელებად შემოგარდა გულახდილად თქო. მაგრამ თიანეთში არის ნასოფლარი ბოტკო. და არის უშვენიერესი ტაძრის ნანგრევები, რომელს რესტავრაციის შემდეგ ერთი უწყინვალესი ძეგლი იქნებოდა ჩვენ სინამდვილეში, ბევრი ბრძოლეთ, ბევრი ისპარა, ჩვენ საკუთარი სახსრებით ვერაფერს ვერ ვიღახსენებთ. თიანეთი ძალიან დიდარი სულის რაიონია. აი იგივე ვთქვათ მირზაგელოვანი, ბესიქარანაული და აი ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის თამაზ მეჭიაური, რომელიც იყო ძალიან მაგარი კაცი და რომელიც ძალიან უცებ წავიდა და ნათელი თამაში სულს ძალიან მიყვარდა და
ძალიან დააკვდი ქვეყანას. აი რა არის საუბარი, ხო? ასეთ კაც რო ეყურები, ჩემი ძმა იყო. საფლავშიაც ჩემი ძმა იყო თამასი, ასე რომ დიდი სიყვარული მქონდა მის მიმართ. რაზეა წიგნი ქართული სიტყვის მეცნიერება? ეს წიგნი არის ესეთი წიგნი არის ქართული მწერლობის მეციხოვნეებზე, ქართული სიტყვის მეციხოვნეებზე, როგორც გასულ სამოციანებზე ძირითადად, ისე თანამედროვე მწერლებზე არის ამ წიგნში არის შესული მხატვრული თარგმანები, არის შესული პუბლიცისტიკა, რომელიც ბევრს მოეწოდება და ბევრს არ მოეწოდება, ვისაც არ განუცდია წინაწლების საშინელებანი. აი თვითონ ახლა ვიფიქრე, აი მეციხოვნე ძალიან კარგი სიტყვაა რა. ნახე როგორ რაღაცებს იცავს, საზღვრებს იცავს, ისევე როგორც აი ქართული სიტყვა, ქართული მწერლობა იცავს ჩვენს საზღვრებს, სულიერ საზღვრებს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საზღვრები ალბათ, ხო? და აქედანაც იწყება ყველაფერი პრაქტიკულად. მე ის თავარი დაცვა. ერთ დროს, როდესაც დაიწყო შეტევა ქართული მწერლობის წინააღმდეგ და ეს მიზანი მართული და დაგეგმილი შეტევა იყო, პარლამენტში ერთმა ვაი პარლამენტარმა სხვა სიტყვებს არ ეხვა, რომ არ გამომივიდეს. უნდა თქვა, რომ თუ ესე გინდათ, რომ დააფინანსოთ, რომ ქართული მწერლებიო, წავიდა მწერლებიო და დაიცვანო საქართველოს საზღვრებიო მწერებისაგან. რა ჩვენურად უთქვა. და ეს დაცვა არ არის. და აი მან არ იცოდა, რა თქმა უნდა, თავისი სირიმის გამო არ იცოდა, რომ ქართული მწერლები უკვე 2000 წელია იცავენ საქართველოს საზღვრებს, იცავენ ბოროტებისა და სიკეთის საზღვრებს და რომ არა ისინი, რომ არა რუსთაველის ვეფხვის ტყაოსანი ქართული კაცი აქამდე ვერ მოვიდოდა, იმიტომ რომ ჩამithვლიან საეკლესიო მამები კრეხენობად, ჩვენთვის ვეფხვის ტყაოსანი მეორე ბიბლია იყო და მისი შეგონებანი სწორედ იქ ბიბლიის და შეგონებებს წარმოადგენს ნამდვილად მირებული და შეიძლება ვცდები უფრო ყველასთვის გასაგებ ენაზე, თუნდაც ადამიანისთვის არა ძალიან ჩახედულზე, სარწმუნოებაშიც კი, მაგრამ ძალიან მისეულზე. ყველასთვის, ყველაზე უბირი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ, იმათვისაც ეს იყო ძალიან სისხლში მიდის მაინც. ნამდვილად ესეა. აი, რადგანაც ლაპარაკობთ წიგნებზე ვსაუბრობთ და თქვენთან ხომ აბა ეს თავარი თემა უნდა იყოს, მე მინდა სინათლის წრეში უფალთან ახლოს. თქვენ წიგნია ასეთი, რომელიც მე გადავიკითხე, ვნახე, ძალიან მომეწონა, მინდა გითხრათ და მადლობა ამ წიგნისთვის, მაგრამ შიგნით არის ესეთი რამ, რომ ადამიანის ცხოვრება არის მუდმივი ტანჯვა. არის ხომ ასე? აი რას გულისხმობთ ამაში? თქვენ ასე თქვენი ცხოვრების წესით ოპტიმისტი, ასეთი აქტიური, სხვისთვის იმედის მომცემი და მიმცემი ადამიანი, რატომ წერთ ამას? რას გულისხმობთ? რა ვერ ადამიანს არა, ყველაფერს მივყვით თქვენ ახლა. თავდაპირველად ზედმეტი საქმე იმაშია, რომ ადამიანი ტალღისთვის არის შექმნილი. გაჩენილი. გაჩენილი, რა თქმა უნდა. ადამიანი ბიბლია ვახსენე და იობის მაგალითი ვახსენე და ადამიანი თუ არ გაივლის ამ ტანჯვას და განსაკუთრებით კი ის ადამიანი, ვისაც ხელოვნებაზე და მწერლობაზეა პრეტენზია, ის ღირებულს ვერაფერს ვერ შექმნის. მის სულში თუ არ დაატრიალდა ის კატაკლიზმები, იმ გრიგალებმა თუ არ წაიღეს იქით და აქეთ მწერალი და ხშირად აი ყოფნა-ყოფნის საზღვართან არ გააყენეს, მის ღირებულს ვერ შექმნის, იმიტომ რომ იგი უნდა იტანჯოს, მას უნდა ქონდეს არჩევანის გაკეთება ბოროტსა და კეთილს შორის და აი ამის გამო ხშირად დაისაჯოს კიდეც, იმიტომ რომ ყოჩს არ გაუგორებს იმათ, ვისაც არ უნდა გაუგოროს, შეიძლება მთელი ცხოვრება იტანჯოს ამისთვის, მაგრამ ბოლოს ხო მიახლება უფალს უკაცრეს სამჟავოზე, მაშინ ხო იქნება პირდათელი და დაკვირდება იქ, სადაც მართლმადიდებლად განსხვავდება. გასაგებია, ისეთი ადამიანი თავის ყოველდღიურობაში უნდა ფიქრობდეს იმ დიდ შეხვედრაზე, რომელიც მას მოელის
და ის ცხოვრება როგორც სატანჯველი თუნდაც უნდა მიიღოს და უნდა დაძლიოს. ნებისმიერი კომპრომისი, ცხოვრებისეული კომპრომისი მის პიროვნებას აკნინებს და რაღაცას არქმევს იმ ფერადებისგან, რომელიც გითხრებით, მაგრამ ცხოვრება ხომ მაინც კომპრომისებით ასავსე. აი ეს სწორხაზოვნად კომპრომისი არსებობს კომპრომისები. თავაში არ უნდა დაუშვათ. აი თავაში არ უნდა დაუშვათ, თორე ჩვეულებრივ ცხოვრებაში ისე ვერცი ცხოვრება კომპრომისის გარეშე, მაგრამ არის ღირებულებები, რომელსაც არ უნდა გადავიდე, რადგანაც თუ ერთხელ გადაუხვიე, მე ხარი წაგიხებს იქ. როგორც დოდარბაზე ბძანა, ერთი თუ გავიწყდა ბძანა, მიდის და მიდის. მე მასეც ხოლმე აი რას იკით დღეს თავკაციკად ერთი ასეთი პრესტიჟული ორგანიზაციის, როგორც არის საქართველოს მწერალთა კავშირი, ასეთი დიდი ორგანიზაციის, ასეთი ტრადიციულის და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობთ. ამას არანაირად არ ვამბობ, იმიტომ რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმარი ხართ, თქვენი სახელი და გვარის ხსენებაც აი ადამიანებს საკაზეც გეტყობა ის პატივი, რასაც თქვენს მიმართ განაცხადოს, დიდი დამსახურება უნდა, მით უმეტეს მწერალთა საზოგადოებაში. მე მინდა თქვენ შეაფასოთ დღევანდელი ქართული მწერლობა, რა არის, როგორ უყურებთ, რა არის მისი პრობლემა, რა არის მისი გამარჯვება, აი ამ თვალსაზრისით თუ შეიძლება რომ ვესაუბროთ და ესაუბროთ მაყურებელს. მაყურებელს უნდა უთხრა, რომ იყო ერთი დიდი ქალბატონი, რომის დედას ეძახდნენ, ანა მადიანი ერქვა სახელი. კი, ძალიან და ერთხელ როდესაც პაპარაცები, ანუ ფოტოგრაფები უღებდნენ სურათს, მან განუცხადა, რომ არც ერთი ჩემი ნაოჭი შუბლზე არ დავიმალოთ. მათი მოპოვება ძალიან ძვირი დანიშნაოდა. მე ახლა ის არა ვარ. მაგრამ თითოეული ჩემი ნაოჭი, თითოეული ჩემი ღარი, ის ღარებიც კი, რომლებიც გარეგნულად არ ჩანს და ჩემ შიგნით არის, მათი მოპოვება დამიჯდა მე ნახევარ საუკუნოვან ბრძოლად საქართველოს მწერალთა კავშირის სიწმინდეების დასაცავად შემოყალიბდა. აი ამიტომ რომ ის რასაც ჩემი ყოფნა ქვია საქართველოს მწერალთა კავშირში, ის დიდი და წარმატებული ისტორიები დიდი ქართული მწერლობისა მე მატებს პატივს და ღირსებას მატებს თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არის. იმიტომ რომ ჩემს თვალწინ გაიარა მე-20 საუკუნის 60-იანების თელმა თაობამ, ზოგი მათგანი ახლა ცოცხალია, მეთქვა დიდხანსაც ცოცხლობს და ხანდახან ერთ რამეზე ვფიქრობ ხოლმე, კიდე ახლა ცოტა ისე გამომდის. აი თაობას რო არ ქონოდა Todar Dubazis, Archil Sulaka, Oristarian Janduria, Semzan, Vitaishulis, Vastan, Javakazis, Sana Kaladazis, Taubas, Luan Konoda, Jidi Kardachera. Tudas Sakati Tubim Kardachera, Suzakian, Shilba, Tauba, Arshim Digarico. Trisinico, Chola, Shiva, the Araria. Mat. Era, it's a ქართული მწერლობისათვის ხელშეწყობა არავითარ ზიანს არ მიაყენებს მათ არსებობას პირიქით კი იქნება შემოგარგებოდა ამ ხელისუფლებაში ჩვენ ყავთ რამდენიმე ადამიანი რომელიც ეს სახელმწიფოებრივად აზრდებს და ჩვენს გვერდში დგას ძალიან კარგი და ასეც უნდა იყოს რა თქმა უნდა ქართულ მწერლობას სჭირდება დიდი მხარდაჭერა და პატივის მიგებაც, იმიტომ რომ ის რო ხედავენ შენ შრომას, ეს ერთიორად შიგნით ენერგიას მატებს ადამიანს და უფრო ხდის მიზანმიმართულს იმ მიზნებისკენ, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისთვის. მით უმეტეს მწერლები ცოტა
თავისებური ხალხია და ასეც უნდა იყოს. ცოტა შურის თემა ნახეთ, ოღონდ კარგად მინდა ეს თქვა, ერთხელ თქვენ სადღაც მოყევით და ისტორია მე ძალიან დამაინტერესა და ეხლა გამახსენდა ფრიდონ ხალვაშის დაობაზე მოყევით აი გემს დაარქვით იქნებ მოყვეთ ეს ისტორია რომ აი შინაგანი მაინც ხელოვანი ადამიანები ერთმანეთთან თავი შური თუ ამას აეკრობა თუ რა ვიცი ამას სახელსაც მოდი არ ვარქმევ მაგრამ არის მომენტი და ახლა ამის გამალვა ფრიდონი თქვენ გიყვართ ძალიან საყვარელი კაცი იყო გიყვარდათ და 80 წლის ასაკში თუნდაც იმიტომ იყო ჩემთვის საყვარელი რომ 80 წლის ასაკში მოიდათლა და გახდა ქრისტიანი. იგი შინაგანად მუდამ ქრისტიანი იყო მაგრამ ძმას ბოლომდე არ მოსონდა მე მგონი ეს. კი, კარგად აღმოსულებია და ფრიდონს 17-ში აიხლა 17-ში 3-4 დღის წინ გეგელიძეებში მის მშობლიურ სოფელში ჩატარდა ყოველწლიური ფრიდონობა. ერთ-ერთ პირველ ფრიდონობაზე მეც ვიყავი, როდესაც უკვე მონათლული იყო ბატონი ფრიდონი და საჩად დღე იყო რა თქმა უნდა საგამო არ იყო ეზოში გაიშალა ეს კაბები მოიტანეს დააცას დავჯექით და ხედავ რომ ერთი კაცი ფრიდონზე ხანდაზმული ბოლთას ცემს წინ და უკან და არ გვეკარება გამიკვირდა კითხე ბატონო ეს კაცი ვიდან ემეცი ჩემი ძმა არის და რატომ დაგისვეთ ესე მასალით დღემდე რომ შეგვაო რომ მოვინათლეო აი 300 წლოვანი მონობა ჩვენი აჭარელი ძმებისა ეთქობა რა დღემდე რაღაცამაიცის დავიღალსვა კლანჭები სვავების კლანჭები დასრომილი ბოლომდე ვერ მოიცილა და ის როგორ იყო რაღაცამ რომ უჩია გემს და არ უպես შურის თემაზე რო გაუხარდა აიო შენ შური კი არაო გემს უნდა და მორის მოწვითან არის დაკავშირებული არჩევნები იყო აჭარის მწერალთა ორგანიზაციის არჩევნები იყო და რა თქმა უნდა რამდენიმე კაცი მწერალთა კავშირიდან ჩავიდა ბათუმში მეც ვახტივად მაშინ სვახელდას დავიყავი და ჩასულთა შორის იყო მორის ფოცეშვილის სიკეთის და საქმეების განსახიერება. და ის დამისმება იქაც იყო რა თქმა უნდა და ვიღაცები ფრიდონის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ იმ მოტივი ამდენ ხანია ფრიდონი არის მწერალთა კავშირის აი ამ ჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეხლა ჩვენ გვინდაო შეიძლება ისინი თავიანთი პოზიციები და მასლებით იყვნენ მაგრამ ეს მე სულ სხვა უფრო უხეში და უამური ფორმები მიიღო და ჩასულმა მორიცმა კითხა ერთ-ერთ ამ ოპოზიციონერს კი მაგრამ რატომ ძულთო ესე ჩვენი ფრიდონი ვიკითხა რომ ძულთო ფრიდონიო აი მორისო დღეს ვერ უნდა თქვანო გერსო ფრიდონის სახელი გამეხარდებაო გამოიქცა ფრიდონი ჩვენკენ და გრიგოლ სახარა რას ამბობთო გასო როგორ შეიძლებაო რამე ითქვასო მაგალითად რა თქვაო არ კიდე გწავობს ეს სახელი რა თქვაო გერს უნდა არქვა სახელიო გამეხარდებოდა და რა გალაპარაკებსო გერსო მარტო თორების სახელს თვითონ სიკეთის კაცი და სიკეთით გაიგეს ვერ ვიტყვი რაში იყო სახელი კი აი როცა მწერლობაზე ვლაპარაკობთ ერთ-ერთი უნიშნულოვანესი საკითხია ის რომ კითხველი მივიდეს ციგთან ხო რაც უნდა დაიწეროს და შეიქმნას თუ ეს ბმა არ იქნება მაშინ არაფერს ფასი აღარ იქნება და აი ამ გაჯეტების და
ვირტუალური სამყაროს ეპოქაში, რომ ეს ცოტა კი არა კარგადაც შენელებულია და მნიშვნელოვანია ეს ძალიან და პრობლემურია, ეს ყველა ვიცით, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. აი თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, ვის ეკუთვნის განსაკუთრებული როლი იმაში, რომ ბავშვმა აიღოს აი ეს არაჩვეულებრივი წიგნები და გაიგოს 1000-ჯერ უფრო მეტად და ღრმად და ემოციურად, ვიდრე ამას ვირტუალური სამყაროდან იგებს. ეს არის მთელი კომპლექსური იმ როლიზებებისა, რომლებიც უნდა გადადეს საამისოდ. ამას ცალკე გადაცემა საბავშვო, უნდა. ეს არის საბავშვო ბაღი, ეს არის სკოლა, ეს არის ოჯახით შემოკარგო, ეს არის ის მომცველი სამყარო, რასაც ქვია ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯები, ეს არის ტელევიზია, სხვადასხვა სპირალზე იყო შვედიერი 5 წუთი პოეზიის 5 წუთი იყო და ყველა სიამოვნებით უყურებდა ამ დღეს 5 წუთში გამოვიდოდა პოეტი და წაიგეცავდა მის მე ეს იზიდავდა და მე ეს მიდიოდა და მიდიოდა ეს მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს ეხლა რატომაც ეს მე წერილებს იწვევდნენ ხოლმე ტელევიზიაში და იყო დიალოგი მწერლებთან ხოდა ეს განახდეს ალბათ უნდა ის არა მარტო გადახდეს აქტიურად უნდა განახდეს მაგრამ ამისთვის საჭიროა სურვილი ამისთვის საჭიროა ძალისხმევა და მამონთა ბუნდობება ძლიერთა ამა ქვეყნისაგან ვიღაცებს ინიციატივის გამოჩენა არ უყვართ ხოლმე იმიტომ რომ ცუდად არ გავიგოს ვიღაცამ და რა უნდა გაიგოს უნდა შეთუ წერალს დაუდგები გვერდში შეთუ წერალს ისევ საშუალებას რომ თავისი ნაზრები თავისი დაფიქრი გულის სისხლში გამოვლილი დაფიქრი იტანოს კითხვა და ამაში რა შეიძლება იყოს სული ეს უნდა იყოს ის რასაც ნამდვილი წერილობა ქვია და კი ბატონო და არა რაღაც ის გემოვნებას გაუჩებს ადამიანს იმიტომ რომ ის საერთოდაც დაუკარგავს მას ყოველგვარი ციგნის და აი ამ თემის მიმართ. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ახლა საოცარია კომუნისტების დროს, კომუნისტური რეჟიმის დროს, იმავე საქმეებრივ დროში არსებობდა ცენზური. თავლითი ასე ხო, თავლითი და ყველა ციგზე, ყველა გაზეთზე, ყველა სიტყვაზე მოგედავებოდა თუ საჭირო იყო და როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ბოლო წლებში ისინიც მიხვდნენ, რომ აი ბოლშევიკური მეთოდებით ამის გაჩერება არ გამოვიდოდა. ხო და ეხლა რო იბეჭდება, ამ ქაღალდი არ ეწოდებათ, ამ დრო არ ეწოდებათ, რა დროშიც აი ამ ციგნების გამოცემა ხდება. აი 1000 ფიქრი გაგივლის. აქ ახლა ერთადერთი ცენზური არის გემოვნება. უკვე ჩამოყალიბებული კითხველისთვის გემოვნებაზე საუბარი არ არის უკვე. მაგრამ როცა თავიდან აი ეს მინდა წილი თუ 10 წელი შეხვდა და 10-ვე ხელში არასადები წილია. როგორ შეიძლება ამას ვამბობ, როცა მიდის ადამიანი წიგნთან და ის ახლა იგებს აი ის მშვენიერებას, ის ძალას იქ მას აუცილებლად ჭირდება ლიტერატურა, რომელიც ამ გეოვნებას დაუხვეწს და არა პირიქით. ასე რომ რაღაც თავლითის მოთხოვნა კი არ არის. არა, ეს არის შინაგანი, ემოციური და პროფესიული შეფასება. შინაგანი ცენზური უნდა ყავდეს სულში, რომელიც მიახვედრებს რა ჭირდება მის სამშობლოს და რა ჭირდება მის ერს და რაზე უნდა გაამახვიდროს თავის დაწარმოებებს. იმ მომენტისთვის ყურადღება და როგორ რაოდენ იდეა კარგი არ უნდა იყოს თუ ის არ არის გადმოცემული სათანადო რომ უპირველესი ხო იყოს სიტყვა და ხომ სიტყვა იყო ღმერთი და ხომ სიტყვა იყო ღმერთთან ასე რომ ეს აუცილებელია აი თქვენ ახლა ცხოვრება გამოიარეთ და რა თუ გამოიარეთ შინაარსობრივად გონიერებით თქვენი მიხვედრებით და ნიჭიერებით და მინდა კითხოთ რა არის თავი ცხოვრებაში რაშია ძალა რა არის ღირებულებები, რაც გაძლებინებს აი ამ ჭირვარავით სავსე წუთის სოფელში, სადაც ტანჯვა ძალიან ბევრია. თქვენ ბრძანებთ ამას და თქვენ კი არა ცხოვრება აჩვენებს, ხო? თქვენ ცხოვრებას და ყველა გონიერი. მიფიქრე ამაზე, შემოკარგო და
ორი სიტყვით რო თქვა ეს არის წონასწორობა. ჩემთვის მთავარი არის წონასწორობა ცხოვრებაში, რომლის მისაღწევადაც 1000 წელი უნდა გადაიარო ჯოჯოხეთისანი, რომ დადგე მყარა შენს მიწაზე, ორი ფეხი დადგე და თუ საჭირო იქნება ხვალე წყლის იშლო ამ შენი მიწის დასაცავად, როდესაც გეცოდინება რომ შენს უკან შენი სამშობლოა, შენი კავკასიონია, იმ კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანია, რომელიც გარდაუქმებას ეც. წონასწორობა ზოგადად ყველაფერში. არა მხოლოდ ის რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს და მისთვის თავგანწირვა შეგეძლოს და სხვა კიდე 1000 ღირებულებაში. შენი შინაგანი წონასწორობა. იმიტომ რომ ამ შინაგან წონასწორობას ეხმობა მე შენი აზრიც, გონებაც, ნამოქმედარიც სულიერება და რაც ბევრია სიცოცხლის ხანგრძლივობაც. წუთშიაც დაგძლევს ცუდი ემოცია, რა წუთშიც აჯობებს ეს შინაგანად შენს არსებას. ცუდი ემოცია ამოკლებს დღეებს. ხომ ასეა? შენს გულში დაგროვილი გომა, გატარო უნდა ბევრი რამ. გადარევა და გაგიჟება 1000 რაღაცაზე. თუ ეს დიდხანს დაიტოვე შენს არსებაში, საწამლავია, ტოქსიკურია, რა თქმა უნდა, ტოქსიკურია. აი ძალიან მაინტერესებს სიყვარულზე რას ვიტყვით. არის როგორც ასეთი წერალი კაცი ხართ, თარგმნელი მე აი რა ფენომენია სიყვარული. ეს გამოგონილია, ჩვენ თავს გამოვუგონე, წერლებმა შექმნეს, აი ეს ხო ამოუცნობი კატეგორია. ეხლა ამ სიყვარულში მე არ გულისხმობ ხოლოს რა თქმა უნდა მთავარი ქალის და მამაკაცის არის, მაგრამ ზოგადად სიყვარულს გულისხმობ, რისთვისაც პრაქტიკულად მოვდივართ ამ ქვეყანაზე ალბათ, ხო? არ ვიხდები თხოვანი თუ დავიმოწმებ რეზო გაბრიაძეს სიყვარული გონვადია თანაც ვერტი გარო. აბარა ეს არის გაუგება. სიყვარული ეს არის პერპეტუუმ მობილია, რომელიც არ ჩერდება. მუდმივად ტრიალებს შენს. სოფლიო ეს ვერ შედა. გინდა 20 წლის იყავი, გინდა 40 იყავი, გინდა 100 წლის იყავი, როდესაც 96 წლის გოეთეს 17 წლის ასული უყვარდა და ისიც პასუხობდა სიყვარულით. გოეთეს ეს არის ამას დაერქვა გამაგებინეთ. ამას ერქვა ტოლვა, ეს ტოლვა არ შეიძლება ყოფილიყო. ქიმია ეს. რომელსაც თვითონაც ვერ ხსნი ადამიანი. არა, მე უფრო ვიტყვი ალქიმია მეც. ჩვეულებრივი ქიმია ვერ შეიძლება. ის შეიძლება რაღაცა ფორმულები დაწერო. ბატონო, მე ესე მესმის სიყვარული და მეთვა შურს, ეთიმის შურით ჩვენს ადამიანებისა და მეცოდებიან ეს ადამიანები. სიყვარულოთ მიდის მე ვიცი ადამიანმა ითხრა რომ რა სიყვარული რა ვერ დავიო, ცოლი უნდა მოვიყვანეო, შვილები უნდა მყოლო და ყავს მაგრამ სიყვარული რა ვერ დავიო და შეგეცოდა. კი, შეგეცოდება. როგორ შეიძლება? და მაშინ რა არის ცხოვრება? რა ალამაზებს მაშინ ცხოვრებას? აი, თქვენ რომ ბრძანეთ ყოველი დილის გათენება, ყოველი ალიონი, ყოველი დამუხტვა, და ამ დამუხტვაში ხომ სიცოცხლის სიყვარულია როგორც მინიმუმ, როგორც მაქსიმუმ, ის შემოდის და ეს გაძლებინებს ადამიანს. აი, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის, თუმცა თქვენთან საუბრის დამთავრება მეძნერება სიმართლე რო გითხრა და გავაგზავნებთ და წონებული ვართ ერთხელ და როცა თქვენ ამის იდროგერნებად, აი მინდა თქვენ დავუტოვოთ რამდენიმე რჩევა, ან ერთი რჩევა, აი მაყურებელს, რას ეთქვით იმ მაყურებელს, რომელიც შაბათს 6 საათზე ინტერესი დაელოდება, ყოველ შაბათს 6 საათზე არის ჩემი საავტორო გადაცემა. ერთ რამეს ვიტყვი, ხოლოდ მაყურებელს, აი ეს არის ჩემი წიგნი. საკმაოდ მოზრდილი წიგნია შემოგარგო და ერთადერთი ღირსება ამ წიგნისა ის არის, რომ ეს წიგნი იწყება კათოლიკოს პატრიარქ ჩვენი უწმიდესი და უნეტარეს ილია მეორისადმი მიწვრილი წერილით და მთავრდება ილია მეორისადმი მიწვრილი წერილით. თავში და ბოლოში არის მოქცეული ეს ორი წერილი და მე ამ ორი წერილით გამოვხატავ ჩემს უღრმეს პატივისცემას ჩვენი კათოლიკოსისადმი, რომელმაც შეძლო ქართული ეკლესიის ლაზარესავით პრეტით აღდგინა. დარწმუნებული ვარ გაგრძელდება. ჩემი ცხოვრება
თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ცხოვრობდი ერეკლემნორის მოედანზე, ანუ სულ რამდენიმე ნაბიჯში სიონის ეკლესიის და მახსოვს დამოკიდებულება ეკლესიისადმი. ერთხელ ამდრობას ცელსადენი გაზი მობილსკი შეაგდეს, რომ გამოვეგდოთ იქიდან როცველები. იმავად ხსენებულ ეპოქაში. ჩვენმა პატრიარქმა მოახერხა და აღადგინა ქართული ეკლესია, ჩვენმა პატრიარქმა მოახერხა ის, რომ ქართული ეკლესია ყოფილიყო ქართული ერის ყველაზე საუკეთესო სურვილებისა და ნებების გამომხატველი და მე მინდა თქვენ მოგმართოთ ჩვენი პატრიარქის სიტყვებით, რომელიც მათ ამ რამდენიმე ხნის წინ გადაცხადა და ეს სიტყვები აი ასე ჟღერს. იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების დარად, რადგან უპირველეს ყოვლისა თქვენ სულებში და შემდეგ თქვენს გარშემო გადაარჩინოთ თქვენი წილი საქართველო. მოდით ვიბრძოლოთ შემოკარგებო, ვიბრძოლოთ ჩვენს ახალ პატრიარქალ უწმინდესთან და უდეტარესთან შიომესამესთან ერთად და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ჩვენი ახალი პატრიარქი სასახელოდ გააგრძელებს ილია მეორის დაწყებულ გზას. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და ამ არაჩვეულებრივი საუბრისთვის. ეს იყო დრო შეხვედრამდე ძვირფასო მაყურებელო, ნახვამდის.